მოგესალმებით. დღეს ასეთი ღრუბლიანი ამინდი გვაქვს. რაც წვიმას გვპირდებოდნენ, ჯერ წვიმა არ არის, მაგრამ შემდეგ კვირიდანაც წვიმებია გამოცხადებული. ვიფიქრე მოვასწრებ თქვა ორ დღეში და იმდენი საქმე გამომიჩნდა და ვიღალე უკვე 5 წუთი შევისვენებ და თქვენს გადაგიღებთ ახლა პატარა ვიდეოს. განახებთ შროშანებს ვიღებ და ვანაწილებ და მინდა გაჩვენოთ. ეს გუშინ ვარდები მოვწამლეთ შაბიამნით. 1%-იანი გავაკეთე, იმიტომ რომ უკვე კვირტები აქვს ვარდს გამოტანილი. 3%-იანი არ შეიძლება, ახლა უკვე დაგვიანებულია. აი, აქ ასეთი საშინელება მაქვს. დავიწყე პატარა საქმით, ვითომ მარტო შროშანები უნდა ამომეღო, გამეღო და მერე მივადექი ამ მიხაკებსაც, ეს თურქული მიხაკები ისეა მოდებული. ვარდებიც აღარა ჩანს ამ მიხაკებში და გადავწყვიტე საერთოდ ამოვიღო აქედან ეს მიხაკები. მინდა დღეს მოვასწრო ეს ყველაფერი, და უკვე 3 საათია. წვიმები რომ მოვიდეს მერე ლაფში. არა სასიამოვნო მაინც და მაინც საქმის კეთება. რა მინდოდა მეჩვენებინა ეს შროშანები. 3 წელია მე ესენი აღარ ამომიღია. აი ასე გამრავლდა. ხელა ბოლქვებია. მაგრამ დიდი ბოლქვების გარდა, რა თქმა უნდა, პატარა ბოლქვებიც არის და ზოგჯერ ეზარებათ ხოლმე ასეთი პატარა ბოლქვების შენახვა და ყრიან. და არ გირჩევდით ამეების გადაყრას. იცით, ესე ცალკე ერთ ადგილას რომ ჩარგათ ესენი 2-3 წელიწადში ესენიც დაიზრდებიან და გახდებიან ამხელა ბოლქვები და შესანიშნავი ყვავილი გახდება. რა თქმა უნდა, წელს ეხლა აი ეს პატარა ბოლქვები არ გაიკეთებენ ყვავილს. მაგრამ სამაგიეროდ მოძლიერდებიან, ეს ყლორტი ექნებათ მაღალი, დიდი, მწვანე. უშნოდ არც იქნება ბაღში, რა ვიცი, არ გაგიუშნოვებთ ბაღს. ერთი ეგ არის, რომ ყვავილი არ იქნება, თორემ მომავალ წელს უკვე ვფიქრობ, ერთი ყვავილს მაინც უკვე გაიკეთებს. ახლა ეს ესეთი დიდი ბოლქვი 2-3 ყვავილს გაიკეთებს. ყოველ წელიწადს შროშანების ამოღება არ არის საჭირო. მაგრამ 3 წელიწადში კი რა თქმა უნდა აუცილებელი არის, რომ იმიტომ რომ იმდენი იყო ერთ ადგილას ძლივს ვაცალკევებდი. 3-4 ბოლქვიც გამიფუჭდა, რომ მომიტყდა ყლორტი. ეს ტიტებიც მომიწია, ამომეღო ტიტები, მე ისე ჩავგავ ამ ადგილას. კი არ არის მიზანშეწონილი ახლა ტიტების ამოღება და საერთოდ ხელის ხლება, მაგრამ რა ვქნათ, აბა ესი არის აქ ეს მიხაკი ძალიან არის მოდებული. არა და რო ყვავის როგორი ლამაზია ხოლმე და თესლი ჩაიყარა, თავისით ამოვიდა ამდენი. აქაც რამდენი შროშანები ამოვიღე. ძალიან დიდი არის აქ ეს 5-6 ყვავილი მაინც იქნება გაზაფხულზე ამ ერთი ბოლქვიდან. ადვილად მრავლდება. ძირითადად ეზოში ვინც ჩემთან ერთად დიდი ხანი ხართ, ხედავთ ხო რომელი შროშანები მაქვს. ძირითადად შემომრჩა ისინი, რომლებიც ადვილად მრავლდებიან და კარგად ხარობენ. ზოგიერთი არის, რომ ძალიან ის არის
კაპრიზნი, ცუდად მრავლდება, განსაკუთრებით ჰიბრიდულები. მაგრამ ესენი ისეთი ჯიშები შემომჩა, რომლებიც ადვილად ხალობს, იმიტომ არის რამდენი მაქვს ეზოში. აქ მწვანე აქვს ცოტა. რა ვიცი, ყინვები ახლო მომავალში კი არა, საერთოდ აღარ არის პროგნოზით დაგვიდგა გაზაფხული და ვფიქრობ, ეს ადრე არ გავაკეთე მე და ადრე არ მომივიდა ამ შროშანების გადარგვა. ნიურა ყვავილი. ძირითადად შროშანები წავიღე ქვევით. გზის პირას დავრგე, გავანაწილე. ახლა ამებსაც ამოვიღებ. აქ სულ მოვასუფთავებ და გავანაწილებ აქაც ამ შროშანებს. ეს მიხაკები კი ჯერ არც კი ვიცი სად წავიღო. აქედან კი მოვაშორებ ალბათ, რომ ძალიან მრავლდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ლამაზები არიან ხოლმე. წავიდეთ, ნახან ჩავრთე და ვიღებ ვიდეოს. გაჩვენებთ, სად გადმოვიტანე შროშანები. ისეთი სილამაზე იქნება აქ მაისში. აი აქ დავრგე ვარდებს შორის შროშანები და თურქულ მიხაკს აი აქ ჩავამატებ სიგრძეზე. ახლა ამოვთხრი ორმოებს. აქ ზამბახები მაქვს, ლიხნისი და ნიურა ყვავილები. ამ ხარის ცოტა ნიურა ყვავილები დაგვიანებით ამოდიან. ახლა ამოყვეს თავები. იქ უფრო ყოჩაღობენ. და ამ თურქულ მიხაკსაც სულ აქეთ წამოვიღებ და ჩავამწკრივებ ასე ბოლომდე. გარეთ ჩავივლი. ნახეთ, ტიტები უკვე რამხელები გახდა. ეს ქვებს ვაგროვებ. ერთ ადგილას დავყრი. საძირკველს ვთხრიდით მიწა აქეთ გადმომიყარეს და ბევრი ქვა ამოხვა მიწას. ამოსასუფთავებელი მაქვს. ტიტებსაც რომ ჩაიყვავილებს, ალბათ მომიწევს წელს ტიტების ამოღება. ყოველ წელიწადს ტიტებს არ ვიღებ, იმიტომ რომ ეს არის უბრალო წითელი ჯიშის ტიტები. ვისაც ჰიბრიდული ტიტები აქვს, მათ ყოველ წელიწადს უნდა ამოღება, იმიტომ რომ გადაჯიშდებიან ხოლმე, ამბობენ, ბურქვებიც პატარავდება და ამათ არ უნდათ ასეთი მაინც და მაინც მოვლა. საკმარისია 3 წელიწადში ერთხელ გადარგვა. აი, ამდენია. ჩამოვედით ქათმებთან ნელ-ნელა სეირნობით. მოწყენილები არიან. ესეთი სერით საგვაქვს დღეს. გავხედოთ მთებს, როგორ გამოიყურება მთები დღეს. ნისლში არის მთები, არც კი ჩანს.
არის გვპირდებიან შემდეგ კვირას თითქმის ყოველ დღე წვიმებია. აი, მთელი თითქმის არ ჩანს, ოდნავ ჩანს. მეუღლემ უკვე გასხლა ვენახიც და კულტივაცია. მოვდივარ ნუშის ხესთან. იცით ალბათ რომ პირველი ხე რომელიც ყვავდება გაზაფხულის პირას ეს არის ნუში. თითო ორ ყვავილი უკვე გამოიტანა ამ ნუშმაც. ეს მეზობელს უდგა ზაფხულში ისე თეთრად გადაიპენტება ხოლმე, ისეთი სილამაზია, მე გადაგიღებთ აუცილებლად. აი, პირველი ყვავილები უკვე გამოიტანა. ესეთი სილამაზია. მალე უკვე გაზაფხული დაგვიდგება. ასეთი სილამაზით დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.